დილის 7 საათი იყო. 7 საათი სრულდებოდა, საჭმელზე შევიყვანეთ ასეული. მე და ჩემმა სერჟანტმა თუთისანმა. საჭმელი აღებული არ ქონდა ჯარს. ბოლომდე, ბოლოში ვიდექით მე და ჩემი სერჟანტი. ამ დროს შემოვიდა მედღები, ჩვენი ჯარისკაცი, რომელსაც გითხრა რომ განგაში არის. განგაში ხშირად ხდებოდა სწავლების დროს, მაგრამ ამან გითხრა რომ ნომერ პირველი განგაში არის ბატონო ლეიტენანტო. შევიკრიბეთ უკანონი აღვიჭურეთ და 2007 წლის 7 აგვისტოს წავედით გორის მმართველობით. სადღაც შუა ღამე იყო, დაიწყო დაბომბვა. ჩვენი არტილერიის მხრიდან მოწინააღმდეგისკენ. დილის საათებში გითხრეს რომ 67 კაცი აარჩიე, რომელიც უნდა გადავიდეს სოფელი ფრისისკენ. ჩემი ასეული გამოიყო სხვა ქვედანაყოფს და მომეწია სხვა მმართველები წასვლა. 100 მეთაური ჩემთან იყო და სერჟანტი თუთისანი. გზაში ტანკები შეხვდნენ, ქართული ტანკები. და მომეწია მარჯვნივ გადახვევა, იქვე იდგა მეორე ქვეითი ბრიგადის ცალკეული ასეულები. დავედით მარჯვნივ. უკვე სოლის ხმა ისმოდა, ვხვდებოდით რომ ძალიან ახლოს ვიყავით მოწინააღმდეგესთან. რამდენიმე კილომეტრის გადაადგილების შემდეგ მივედით ეს სოფელს მივედით, ეს იყო სოფელი ფრისი და მეთაურმა მითხრა ამ სოფლის გაწმენდა მოგიწევს, ვინმე არ იყოს, კარგად შეამოწმეთო. 8 აგვისტოს დილის 10 საათზე, დაახლოებით 10 საათზე გადმომეცმა რაციაში ხმა რომ ვიღაცები მოვიდნენ და სასწრაფოდ ჩავირბინეთ. მე და ორი ჯარისკაცი გავიყოლეთ. სერჟანტი დავტოვეს ზევით თუთისანი პასუხისმგებლად, რომ მიეხედა დანარჩენ ქვედანაყოფისთვის. მოწინააღმდეგე ეთყობა გამოცდილი იყო და არ დაიბნენ, პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდნენ. დამეჭრა ერთი ჯარისკაცი, ამას მეორე მიყვა. ყურადღებად ვეღარ დავტოვე, რომ დამიყვირა, რომ დავიჭერიო, თავის შევტრიალდი. ყურადღება მივაქცია, ამ დროს მეს მომხდა ფეხში ტყვია. არ იყო მძიმედ მაინც და მაინც ისეთი, რომ დავცემულიყავი. ისე გავაგრძელე ბრძოლა. რამდენი 5 წუთის შემდეგ დაახლოებით ამ სროლის დროს მეორე ტყვია მომხდა ისე მარჯვენა ფეხში. გამჭვირვალე იყო მეორე მხარეს გავიდა, არც ამან მატკინა მივხვდი, რომ ძვალი არ იყო გატეხილი და არც კუნთი მოდა დაზიანებული. მარცხენა და მარჯვენა ფლანგზე ორი ჯარისკაცი დავისვი მე ტყვია მხვევით. ბრძანება მივიღე, რომ უკან დახევარიო. ამ დროს უკვე ბატალიონის მეთაური, რომელიც ჩემთან იყო ჩამოსული, ჩვენს დასახმარებლად. ამდენად არ ვიცი, რატო ჩამოვიდა ეხლა. ძალიან გულიანი კაცი იყო, ვაჟკაც ადამიანი, ცხონებული გელაჭედია. და ჩვენს გვერდით დაიჭრა, ძალიან ძიმედ დაიჭრა. ჯარისკაცები ავიდნენ გორაკზე, რომ აიბინეს ჩვენს პოზიციაზე რომ მივიდნენ, გადავათვე ვინმე ხო არ დარჩა მეთი. და უთხარი მე მქვევეს, რომ დატოვან პოზიცია, ბოლოს მე გამოვამეთ. ხმა დამიძახა ვიღაცამ და გავჩენ მეთქვი ვინ მიძახეს, ვინღა დარჩა მეთი. სერჟანტი თუთისანი იყო დაჭრე, რომელიც დავტოვეს ზევით ჯართან, ეთქობა გულმა ვეღარ მოვუთვინა, დაბლა ჩამოვიდა საბრძოლველად. თუთი რა გჭირს მეთქი. დაჭრილება რომ მივედი მარჯვენა ხელსა და მარცხენა ფეხში იყო დაჭრილი. იარაღის ზურგზე გადავიკიდე, ჩავიმიხსნა რომ მინდოდა ამეყვანა. და ამ დროს გაიხსნა ცეცხლი ჩვენს მმართველებით. გადავეფარე თუთისანს და მესამე ტყვია მომხდა მუცელში. და ძალიან ძიმედ დავიჭერი, ისე მწარე იყო ეს მესამე ტყვია, რომ მთელი სხეული დაიარა შენიდან. ტყვე ჩავარდნის აღარ მინდოდა. პისტოლეტი ამოვიღე, შუბლზე მივიძინე, გამოვკარი და არ გავარდა. მივხვდი რომ არ გავარდა, თვალი გავახილე, ისევ მაგიდას ვიწეხი. თუთისანი მივხვდა ცხონება, თავის მოკლას ვაპირებდი. ტყვე ჩავარდნა აღარ მინდოდა, დამიყვირე. მარცხენა ხელი მწასა იარაღზე ხელი და მოაკეთებ მაგას, მე აღარ დამტოვო. მე შენ უნდა იცხოვრო და მე აღარ გავუძლე მე. მივხვდა რომ იარაღს ვახტენდი და ცხონებულმა ხელზე მიკნია. ისე მწარედ მიკნია რომ ხელი გამაშვებინა, ხო კარგი მეთი. რაც ისგე მიხოხდი. და ჩემს მეგობარს დაუკავშირდი ზევით. ხოლმე რომ ცეცხლი გაიხსნა ჩვენს მმართველები და გავუძლები ჩვენს ცეცხლს მეთქი და ახლოს არ იმტერინე. ჩემო ჩვენს გესმიან და ვეღარ გავიცემს მმართველი, ვეღარ წამოვალ. ამ საუბრისდო თუთისანს თავი ჩამოვარდა. რაღაცნა უცნაურად. თუთი რა მოხდა მეთქი თავი შევატრიანე. ამ დროს მესმევა ვიღაცამ ზურგში ტყვია. ძალიან ახლოდან იყო მონასროლი. რომ ამოტრიალდი თავში მიზნებდა. მაგრამ დავასწარი იქით. დასწრა თუთისანზე ნასროლი ქონდა გვეკები. გარდაცვლილი იყო. ვეძახე თუთი მეთქი და აზრი აღარ ქონდა. თუთისანი უკვე აღარ იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ ისე გავვედი კავშირზე. რომ ძალიან ცუდ დღეში ვარ მეთქი. თუ შეიძლება დახმარება ისევ თეთრი გახსნათ მეთქი. დაყვერილი დავიწყე.
ვეაზე აღარ ქონდა იმათაც ცეცხლში იყვნენ, უსწრებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაიწყო საარტილერო დაბომბვა. დანებიდან ისოდნენ. დანავარო ისე გამოვიდა კავშირზე. დაიბომბა ის ადგილი. პირველი ჭვილი რო ჩამოვარდა, იყო ახლოს დამივარ და წნევა მომატრიალა. ჩემი გაჩერებული სისხლდენები ისე თავიდან გამოვიდა სისხლის ორგანიზმიდან. რო ჩაწმარდა ეს არტილერიის დაბომბვა, შემოვარდა კომახიძე, ჩემი უცეული სერჟანტი. ზევით რო ავედი, ყველა ჯარისკაცი და ოფიცერი ტიროდა. მიუთხე რა გაგატირებს. ხოცოცხლები ვარ, თუთისანსაც ეშველება მეთქი, იქნება რაღაცა სიცოცხლის წყარო აქვს მეთქი. კიდევ არ მინდოდა მაგის გაგონება რომ მყარი იყო ეს. ჩამოსვეს ამბულანსში. გორის ჰოსპიტალში მომიყვანეს. იქ უკვე ნარკოზი გამეკეთეს და უკვე აღარაფერი არ მახსოვს, გამეღვიძა ხუდუშაურში. გონზე რომ მოვედი, სანახავად შემოვიდა ექიმი. მეორე ექიმს კითხა, რამდენი აქვს მოხვედრილი, როგორ არის დაჭრილი? უთხრა 4 ტყვიაო და ისე 5 ტყვიაო, მე უთხარი 4-ია მეთქი. თუმცა ზოგში რომ ესოლა კი არ ვიგზენი მარტო 1 ტყვია მეგონა და 2 ოცვია. ახლა ციკარი დარჩენის 2 ტყვია. არა მომღირე. თუ შემდეგ დაიწყო ოპერაციები უკვე. 7 ოპერაცია გამიკეთეს. შორს ვიძიებ მეთქი იმ ბიჭებისთვის, იმ თუთისანისთვის. ისე ბრძოლა დაიწყო, ისე წავამიხი და მადლობა ღმერთს ისე იმ მდგომარეობაში ვარ და ისევ შემიძლია ბრძოლა. ეს იყო მიზანი. სახში აღარ წავედი შეულებაში. მადლობა ღმერთს ისე იმ ფორმაში ვარ, როგორც ვიყავი ომამდე და ისე იმდენი შემიძლია გავაკეთო.